საღამომშვიდობისა რუსთავის ტელემაყურებელს მივესალმები და რაც თავარია ლოტო 642-ის მოთამაშეებს, რადგან ჩვენი დროა ახლა თქვენ წესით უნდა უკვე ხელთ გეჭიროთ ბილეთები, ციფრთა კომბინაცია, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეარჩიეთ და ახლა თავარია მოფრინდეს ის იღბალი, რომელსაც ამდენი ხანია ელოდებით. მოკლედ, საკმაოდ კარგი თანხები გვაქვს გასათამაშებელი, მაგალითისთვის დავიწყოთ ჯეკპოტიდან, რომელიც უკვე $1 მილიონ უახლოვდება და იგი ამ წამის მდგომარეობით შეადგენს $872,680 ლარს. ამდენივე წარმატებას გისურვებთ თქვენ. მეორე კატეგორია გასცდა უკვე 50,000 და 51,000 ლარი გვაქვს მეორე კატეგორიაში და გეტყვით იმასაც, რომ 878 ტირაჟი გახლავთ ეს. ამდენივე წარმატებას გისურვებთ. წავედით ღილაკისკენ, აბა 3-2-1. ოხ, როგორ ახმაურდა ჩვენი ლოტოტრონი. რაღაც დღეს ძალიან კარგს მიგრძნობს გული, ნახოთ რა იქნება. პრინციპში ყოველ გათამაშებაში ასია, ესე პირველმა ბურთმა გახსნა ნომერმა პირველმა ჩვენი გათამაშება, ვნახოთ იქნება თუ არა შემდეგი ორი. არა, ვერ მოგართვითო და 28 შემოგთავაზა ლოტოტრონმა. ესე იგი, ფერებში ვარ, წითელი-ყვითელი ძალიან უხდება ერთმანეთს. აგერ ყვითელმა მოკლედ იჭარბა და 41 შემოგვიგორდა. კლავაც ყვითელი ფერი გვაქვს 1, 28, 41 და 31 შემოგთავაზა ნომერ მე-4 მომგებიან ბურთად ჩვენმა ლოტოტრონმა. ველოდებით უკვე მე-5 ბურთს. 35 ჩამოგორდა აქვე. აბა ეს ციფრები თუ უკვე თქვენ გაქვთ, ეს რაღაც კარგის მიმანიშნებელია. მე-6 ძირითადი ბურთიც შემოგვიგორდა და 4-იანი გახლავთ ის. ახლა კი ბონუს ბურთის დრო დადგა და 20 შემოგთავაზა ამ მომენტისთვის ლოტოტრონმა. ესე იგი, როგორც წესი, ჩვენ გადავიმეორებთ კვლავ ციფრთა კომბინაციას, რადგან დარწმუნებულები ვიყოთ აბსოლუტურად ჩვენს მოგებაში იღბალსა თუ ამ შემთხვევაში ბრჭყალებში უიღბლობაში დავიწყებთ ერთიანით 28, 41, 31, 35, 4 ბონუს ბურთი გახლავთ 20. რა ხდება მან? ძალიან საინტერესოა. ჩვენ გავიგებთ მან რა ხდება. იმით, როდესაც გამოჩნდება აი აქ შედეგები, ამსეთ შემთხვევაში უკვე მეც ვიცი ხოლმე და მთელმა საქართველომ ყავს თუ არა გამარჯვებული და რომელ კატეგორიაშია ესა თუ ის გამარჯვებული. ხო, ჯეკპოტი, ესე იგი, ნელ-ნელა მილიონს რომ უახლოვდება, ეს უკვე გითხარით და ეს უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ გასათამაშებელია ძალიან მალე, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ სამშაბათი და პარასკევი გათამაშებების დღეები რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, და ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე იმისთვის რომ ჩავერთოთ აი ამ ლოტო 642-ის ციებცხელებაში და ერთ მშვენიერ დღეს გამოვკრათ კიდევაც ისეთ გემრიელ თანხებს ხელი, როგორცაც მიჩვეულები ხართ მოკლედ ლოტო 642-ის ფარგლებში. მოკლედ გვაქვს შედეგები. და მე-4 კატეგორიაში გავათამაშეთ 2971 ლარი, ერთი იღბლიანი გვყავს, ერთმა ადამიანმა წაიღო ეს თანხა, მე-5, მე-6 კატეგორიებში კლავინდებურად გვყავს ძალიან ბევრი გამარჯვებული. რჩება მესამე, მეორე და ჯეკპოტი გაუთამაშებელი, მესამე იცით რომ ძალიან მარტივად თამაშდება, ამიტომ შემდეგ ჯერზე ის კიდევ უფრო მარტივი გასათამაშებელი იქნება. მეორე კატეგორიაშიც უკვე გემრიელი თანხა გვაქვს და ჯეკპოტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, $1 მილიონ უახლოვდება, ასე რომ სამშაბათი დღე მოდის შემდეგი გათამაშების დღე. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ბილეთის ყიდვა და გელოდებით, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ზე და რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც 9-ს მიუახლოვდება თქვენი საათი. ბედნიერ საღამოს გისურვებთ და უქმეებს.